პროექტ აწარმოა საქართველოში, ფარგლებში, ქალაქ რუსთავში კიდევ ერთი საწარმო ამუშავდა ქარხანა სამშენებლო მასალას ამზადებს. ობიექტზე ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული წარმოებული პროდუქციის რეალიზება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდება. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია $1,800,000 შეადგენს. აი ამ შენობებში, რომლებიც იყო ფაქტიურად გამოუსადეგარ მდგომარეობაში, გაჩერებული საწარმოს შენობები გახლდათ, ეს ახალი სუნთქვა და მეორე სიცოცხლე შეიძინა და არის უკვე საწარმო, სადაც 100 მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს კომპანია უშვებს კონკურენტუნარიან ნაწარმს, გეგმება განვითარება კიდევ უფრო მეტად და საქართველოში რაც არასდროს არ წარმოებულა სამშენებლო მასალა, მაგალითად შველერი, კუთხოვანა, აი ამების დამზადება დაიწყება. საკმაოდ კარგი პროექტია, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება. ჩვენც ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობასაც რაც შეიძლება მუნიციპალიტეტს რუსთავის მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.